რატო იყენებენ მანქანები ბენზინს? სალამი, ინჟინერია დეტალად. დაფიქრებულ ხარ, როდესმე რატო მუშაობს თითქმის ყველა მანქანა, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ბენზინზე? ეს თითქოს მარტივი კითხვა ჩანს, მაგრამ პასუხი მოიცავს ისტორიას, ქიმიას და დიდ გამჭრიახობას. ამ ვიდეოში გავარკვევთ, რატომ გახდა ბენზინი ავტომობილებისთვის მთავარი საწვავი და რა ხდის მას მანქანების მუშაობისთვის ასეთ განსაკუთრებულს. მაგრამ სანამ გავიგებთ, რატომ ვიყენებთ ბენზინს, საჭიროა დროში უკან დავბრუნდეთ. მაგრამ რას ნიშნავს დროში დაბრუნება? მოკლედ, ბენზინის როგორც საავტომობილო საწვავის ისტორია იწყება იქ, მე-19 საუკუნის ბოლოს. კარლ ბენცი, გერმანელი ინჟინერი, 1885 წელს ააგო პირველი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი. Benz patent motorwagen. იმ დროს არსებობდა საწვავის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად დიზელი და თუნდაც ორთქლი. მაშინ რატომ გაიმარჯვა ბენზინმა ამ კონკურენციაში? პასუხი ამ საწვავის უნიკალურ თვისებებში. ბენზინი არის თხევადი საწვავი, რომელიც ძირითადად შედგება ნახშირწყალბადებისგან. ესენი არიან ქიმიური ნაერთები, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადის და წყალბადის ატომებისგან შედგება. ეს ნახშირწყალბადები მოდის ნედლი ნავთობისგან, რომელიც გადამუშავდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში პროცესის მეშვეობით, რომელსაც კრეკინგი ეწოდება. მაგრამ რა არის ეს კრეკინგი? ეს არის პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ნედლი ნავთობი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება. ამ პროცესში დიდი მოლეკულები იშლება პატარა მოლეკულებად, რის შედეგადაც იქმნება საწვავის სხვადასხვა ტიპები. ბენზინი ამ პროცესის ერთ-ერთი პროდუქტია და მისი მოლეკულები უფრო პატარა და ნაკლებად მკვრივია, ვიდრე მაგალითად დიზელის მოლეკულები. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რა უპირატესობა აქვს პატარა და ნაკლებად მკვრივ მოლეკულებს. პასუხი იმაშია, თუ როგორ მუშაობს ძრავა. ავტომობილების ძრავები მუშაობს შიდა წვის პრინციპით. ანუ სპეციალურ კამერებში წვავენ საწვავს ენერგიის მისაღებად. ბენზინი, რადგან მას აქვს პატარა მოლეკულები, უფრო ადვილად ორთქლდება და უკეთესად ერევა ჰაერს ძრავის შიგნით. ეს ნიშნავს, რომ წვა უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს, რაც მეტ სიმძლავრეს იძლევა. გარდა ამისა, ბენზინს აქვს ძალიან მაღალი სითბური ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ წვისას უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს და მანქანას ეფექტურად გადაადგილების საშუალებას აძლევს. მაგრამ მოიცადე, თუ ბენზინი ესეთი კარგია, რატომ იყენებენ ზოგი მანქანა დიზელს ან ეთანოლს? ეს მართლაც კარგი კითხვაა. სიმართლე ისაა, რომ ბენზინი ყველა სიტუაციისთვის იდეალური არ არის. დიზელი მაგალითად უფრო მკვრივია და კიდევ უფრო მაღალი სითბოს გამომუშავების უნარი აქვს ვიდრე ბენზინს, რაც მას იდეალურს ხდის სატვირთოებისა და მძიმე მანქანებისთვის, რომლებსაც უფრო დიდი ბრუნვის მომენტი სჭირდება. ხოლო ეთანოლი, რომელიც ბრაზილიაში ფართოდ გამოიყენება, განახლებადი საწვავია, რომელიც შაქრის ლერწმისგან მზადდება, რაც მას უფრო მდგრადს ხდის. თუმცა ეთანოლს ბენზინთან შედარებით ნაკლები სითბოს გამომუშავების უნარი აქვს. ამიტომ ეთანოლზე მომუშავე მანქანები იმავე მანძილის გასავლელად უფრო მეტ საწვავს ხარჯავენ. ბენზინს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს: ოქტანობის რიცხვი. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ ეს რიცხვები საწვავის ტუმბოებზე, მაგალითად 87 ან 95. ეს რიცხვები ოქტანობის მაჩვენებელს აღნიშნავს, რაც საწვავის უნარს ნიშნავს გაუძლოს შეკუმშვას ნაადრევად აფეთქების გარეშე. როდესაც საწვავი დროზე ადრე ფეთქდება, ეს ძრავში დარტყმებს იწვევს და მის ეფექტურობას ამცირებს. მაღალი ოქტანობის ბენზინი უფრო გამძლეა ამ აფეთქების მიმართ, რაც საშუალებას აძლევს უფრო ძლიერ ძრავებს უპრობლემოდ იმუშაონ. მაგრამ როგორ იღებს ბენზინი ამ თვისებას სპეციალური დანამატების დამატებით გადამუშავების პროცესში? ისტორიულად ბენზინი გახდა სტანდარტი, რადგან ის იყო უხვი, შედარებით მარტივად წარმოებადი და ჰქონდა იდეალური თვისებები იმ დროის ძრავებისთვის. როდესაც გახდა ნათელი, რომ ბენზინი იყო შესანიშნავი საშუალება ავტომობილების ენერგიით მოსამარაგებლად, დიდხანს არ გასულა, რომ ის იქცა მე-20 საუკუნის დომინანტ საწვავად. გარდა ამისა, ბენზინს აქვს პრაქტიკული უპირატესობები, რამაც ის პოპულარულად აქცია. ის მარტივად ინახება, მისი ტრანსპორტირება ადვილია და ბენზინის ძრავები შედარებით მარტივია დასამზადებლად და შესანარჩუნებლად. ბენზინის განაწილების ინფრასტრუქტურა ძალიან სწრაფად განვითარდა მთელ მსოფლიოში. საწვავის სადგურები თითქმის ყველა ქალაქშია და ამან ციკლი შექმნა.
რაც უფრო მეტი მანქანა იყენებდა ბენზინს, მით მეტი სადგური შენდებოდა, რაც ბენზინის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდიდა და მეტი ადამიანი ყიდულობდა ბენზინს. ეხლა ალბათ ფიქრობთ, ბენზინი სამუდამოდ გამოიყენება? პასუხი არის არა. სოფლიო იცვლება და ახალი ტექნოლოგიები ჩნდება. ჰიბრიდული მანქანები, რომლებიც ბენზინის ძრავებს, ელექტრავებს ელექტროძრავებთან აერთიანებენ, უკვე ქუჩებშია. სრულად ელექტრომანქანები კი სულ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება. გარდა ამისა, მკვლევარები ავითარებენ წყალბადის ძრავებს, რომლებიც სუფთა და ეფექტური ალტერნატივა იქნება. მაგრამ ჯერჯერობით ბენზინი კვლავ რჩება მსოფლიოში ავტომობილებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებულ საწვავად. დიდი სიმართლე ისაა, რომ ბენზინმა ავტომობილების ბაზარი მრავალი ფაქტორის კომბინაციით დაიპყრო. მისი ქიმიური თვისებები, რომლებიც იდეალურია წვისთვის, მისი სიუხვე, წარმოების სიმარტივე, ჩამოყალიბებული განაწილების ინფრასტრუქტურა და იმ ძრავების სიმარტივე, რომლებიც მას იყენება. ბენზინის გამოყენება გვეხმარება გავიგოთ, როგორ მუშაობს ავტომობილი და რატომ ჩნდება ახალი ტექნოლოგიები მის შესაცვლელად. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრობა, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგვიხსენიოთ. თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, იხილე. გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში რაში მოცემული ბული. რომ მიიღოთ ვდომა მრავალ შესაძლებლობაზე, განვითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. მაგრამ შენ რას ფიქრობ ავტომობილების საწვავის მომავალზე? გგონია რომ ელექტრომობილები მალე დაიკავებენ ბაზარს თუ ბენზინს კიდევ ბევრი წელი აქვს წინ? დატოვეთ თქვენი კომენტარი ქვემოთ და გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. აქ გვერდით. აქ არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რომ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყოლეობა. თუ გსურთ დაგვიჭიროთ მხარი, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და განიხილეთ არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.